ადამიანს, რომელიც აქტიურად არის ჩართული არა მარტო პროტესტში ყველანი ვართ ამ გაგებით, მაგრამ თქვენ შიგნიდან რაღაც ცდილობები გაქვთ, რომ უფრო სტრუქტურიზებული ფორმა მიცეთ პროტესტს იმისთვის, რომ ეს რეალური წინააღმდეგობის მოძრაობად იქცეს, რომელიც პრობლემებს სერიოზულად მარტო კი არ შექმნის, არამედ გარღვევას და გარდაქმნებს მიაღწევს. თქვენ რა თვალით შეხვდით და როგორი მოლოდინით ამ ცვლილებებს? ერთის მხრივ რა მაიცულა ივანიშვილი ასე დამაზიანებელ ნაბიჯებზე წასულიყო, იმიტომ რომ მისი როგორც საერთაშორისო შიდა ლეგიტიმაცია ამით კიდევ უფრო მეტად მოიკლებს, ეს არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ჩამოვიდა ამ ფსონსაც იმისთვის, რომ ძალოვანი შიშზე დაფუძნებული მართლობითი სისტემა უფრო გაამყაროს. რა გამოუვა აქედან? მოკლედ იქედან იმ პრიზმით თუ შევხედავთ, რომ ივანიშვილი ცდილობს ტოტალური კონტროლის სისტემის დამყარებას, რეჟიმის დამყარებას ამ ქვეყანაში, ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური. ეხლა ნახეთ რა არის ჩვენი უწყვეტობა, ჩვენი პროტესტის უწყვეტობა, ჩვენი ძლიერი მხარე არის და ეს ხელს უშლის ივანიშვილს, რომ დროზე დამკვიდრდეს, ანუ ამ რეჟიმს დამკვიდრებაში ხელს უშლის. უჯანჯილდებათ რაღაცეები და შესაბამისად იქ მათ საყრდენებშიც ჯერ არის განცდები, რომ აქ რაღაც პოტენციალი არის და სხვათა შორის ისინი ბევრად უკეთ ვაანალიზებენ ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვაანალიზებთ ასე ვთქვათ კოლექტიურ დონეზე ამ რეჟიმს. ისინი ფიქრობენ ჩვენს ძლიერ მხარეებზე და ამ ძლიერი მხარეების დასუსტებაზე და ჩვენ ასე კარგად ორგანიზებულად ჯერ არ ვფიქრობთ ამ ჩვენი ძლიერი მხარეების გაძლიერებაზე და სისუსტეების აღმოფხვრაზე. აი ამისთვის ჩვენ მეტი ორგანიზება და მეტი ასე ვთქვათ სინქრონიზაცია და პერსპექტივების დაახლოება გვჭირდება როგორც საზოგადოების პარტიულ ნაწილში. მაგრამ და ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ თემა ის არის რომ ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა რომ ანუ მან მისთვის რა არის მნიშვნელოვანი რომ რაღაცნაირად დრო მოიგოს რომ ეს რეჟიმის დამკვიდრების პროცესი წინ წავიდეს და ჩვენ დაგვასწროს კონსოლიდაცია. ჩვენი პოტენციალი იმხელა არის თავისი მორალური უპირატესობი და ყველაფერი და გარე და შიდა ფაქტორები რომლებიც ასე ვთქვათ წნეხში გვაქცევს ჩვენ ყველას და რაღაც ფოკუსს გვასწორებინებს და გამოსავლის ძიებისკენ გვიბიძგებს. მან იცის რომ პოტენციალი დიდი გვაქვს ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ჩვენ ვართ საკმაოდ სერიოზული მოცემულობა ჩვენ რო ყველა გავაქტიურდეთ და დავმობილიზდეთ და დავამთავრებთ ამ რეჟიმს. სრულიად არაძალადობრივი გზებით. მაგრამ ეხლა ეს რასაც ცდილობს არის ის რომ ანუ ეხლა ეს შიდა გავლენის ცენტრები რაღაცნაირად ჩათვალო რომ მოასწორა, ყველას სათანადო სიგნალები დაუგზავნა რომ ხო ხედავ მე ჩემებს რა უქენი და თქვენ რას გიზავთ, წყნარად იყავით, შვიდად იყავით. ვიღაცები ვინც გადასაწყობები არიან, ეხლა გადაეწყობიან, ვიღაცებს ვისაც არ ენდობა ამ თანამცეცეებზე, ამებს გაისტუმრებენ გარეთ და ისინი დარჩებიან, რა ვიცი, ასე პირღიები იქნებიან, მაგრამ ძალა არაფრის არ ექნებათ, ასევე კომპრომატირებულები არიან, იმიტომ რომ იმ სქემებში მონაწილეობდნენ. ასევე ეხლა ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ შიგნით ძალოვანი სისტემის წმენდა გააგრძელოს, მაგრამ აქ ადამიანური რესურსი არ ყოფნით და ეს პოტენციურად არალოიალური ხალხი გასაყვანია და ბოლომდე ლოიალურები შემოსაყვანები არიან ამ ძალოვან სისტემებში, მაგრამ ამ ხრივ ხო არ არის ყურადღება მისაქცევი გარკვეული ინფორმაციები, რომელსაც ჯერ მასშტაბური დადასტურებები არ აქვს, რომ იგივე ხარებას თანამშრომლები კვლავ მათი შემოbrunება ხდება სხვადასხვა ინსტიტუტებში. აუცილებლად, ანუ ხალხის გაშვება იქნება, მე რაღაცა ახალი ფილტრების პირობებში, ამათი უკან შემოყვანა იქნება ახალ პირობებში, ახალ ურთიერთობებში, ასე ვთქვათ. და კიდევ ვიღაც ახალი ხალხის შემოყვანა იქნება, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ თუ აქეთ ხარეს, ანუ პროცესს არ წარმართავთ, ესენი აუცილებლად ამ თვალსაზრისით დამკვიდრდებიან. ეხლა ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ტოტალური კონტროლის სისტემისთვის საგანმანათლებლო განზომილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ თავისუფალი აზრია, თავისუფალი სივრცეა, რაღაც აკადემიური ამბებია, მთელი ამბები არის და ხედავთ ჩვენ რომ მეთოდურად მიმდინარეობს ამ საგანმანათლებლო განზომილების რაღაცა შემზადება იმისთვის, რომ ეს ტოტალური კონტროლის სისტემა დამყარდეს. ანუ საზღვარგარეთ სტუდენტების წასვლა-წამოსვლა და ეს საზღვარგარეთ ბოდიალი, რომელიც ივანიშვილს ძალიან არ მოსწონს, ეს აიგრძალა, ანუ სისტემურად შეცვალეს ისეთი რაღაცები, რომელიც კრიტერიუმის დონეზე ხელს გიშლის, რომ ვეღარ წახვალ, ანუ აღარ აკმაყოფილებ იმ კრიტერიუმებს, რომ საგანმანათლებლო შესაძლებლობით ისარგებლო საზღვარგარეთ ევროპაში და ასე შემდეგ. შეიძლება ცოტა ესეთი უხეში შედარება, უხეში კი არა, არ შეესაბამებოდეს, მაგრამ აი დაახლოებით იგივე ხდება ლიანდა გახსოვთ ჩვენ ლიანდაგების განსხვავებები. პრინციპით იგივეა. ხო, ანუ ვერაფრით
ვერ დააჯენ იმას. ხო, ვერ დააჯენ. ამას აკეთებს ახლა რომ მაშინ როცა ეს ჰარმონიზდა უკეთესობისკენ მიდიოდა, ჩვენი სტუმარი იყო რეკლამამდე ბატონ შალვა ტაპატაძე განათლების სისტემის ძალიან კარგი მკვლევარი და მე პირველად გავიგე მისგან მან პროცენტულად მოიყვანა მაგალითები, ფაქტები ერაზმუს პროგრამის მიმართულებით იქნება თუ სხვა, რამდენად არის კატასტროფულად შემცირებული წვდომა ქართული უმაღლესი სასწავლებლების. კი, ანუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, აქტივობის იზოლირება და ასე ვთქვათ, სრულ მარწუხებში მოქცევა არის სტრატეგიული მნიშვნელობის თემა, ანუ როგორ ძალოვანი სისტემის იზოლირება. აქ საკმაოდ სიტყვა იზოლირება. იზოლირება არის, კი, იმიტომ რომ ნახეთ, მე უნდა ვაძლევდე ისეთ განათლებას, რაც მე მჭირდება, ანუ იდეოლოგიზირებული რაღაცნაირი რეჟიმის ინტერესებზე მორგებული ინფორმაციას უნდა ვაძლევდე, ასევე იქ ვინც წარმატებული სტუდენტები არიან, ამათ მე უნდა ვიყენებდე რეჟიმის გასამყარებლად, ანუ წარმატებულები ისინი არ უნდა გახდნენ, ვინც რაღაც მეამბოხეები და რაღაც თავისუფალი სიტყვის გამომჟღერებლები და ასე შემდეგ იქნებიან. ასევე ვინც შემოდის განათლების სისტემაში, ესენიც უნდა ვაკონტროლო, ყველას არ ჭირდება ეს განათლება, იმიტომ რომ მე თავიდანვე დავაზღვევ ამ ტიპებს, ვინც მოდიან ამ ახალგაზრდებს, ხო, ესენი ჩემ პატრონაჟის და ნეპოტიზმის და ასე ვთქვათ, აი ამ ფილტრებს დავაყენებ, რომ ისეთი ოჯახებიდან წამოვიდნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც ჩემს სამსახურში არიან, ჩემს სანაცვლოებზე ზიან და ჩემი კონტროლ ელიტის ნაწილი არიან და იქ კლანების და ქვეკლანების და კიდევ ვიღაცები, ვინც მიბმულები არიან. აი ამას აშენებს ეს კაცი რა. ეს ძალიან გავს ენვერ ხოჩას ალბანეთის მაგალითს. რა უნდა ანუ ეს ნახეთ ეს ცდება რუსეთის ინტერესებს. ოღონდ მან არ იცის არც ენვერ ხოჯა. არა, ეს არის თვითონ არის ეგეთი ხო? ალბანეთის ხო?